ვისაც გეტყვით, ხალხს ცაში ახედვის უფლებას არ მისცენ, საჭიროების შემთხვევაში სახე იცვალეთ და სხვა გზას დაანექით. გასაგებია, უხელავ, მოვეწყობი, ავეწყობი, და თქვენს ჩამოგიყვანთ. კიდევ რაც მიბრძანებთ. აი, რაბაი, კიდე გამიფრინდა. არა უშავს, კიდევ დაიჭერ. ვარ აბა დავედი გამარჯობა ზეპა როგორ ახლა რავი ვარ რა ამას თუ ყოფნა ქვია რა დღეში ვარ გამარჯობა ერთი სტალინი გვინდა მაგრამ სად არისო აი დრო იყო კარგი აი გამარჯობა Чеми красавица. А вот раз. თბილისის დროით 6 საათი და 66 წუთია. ეთერშია ახალი ამბები. Рашен, ერთის არ აქვს ამხახო. წარმოგწილი უწყლეთ დინამიური. ალღოა სპეციფიური. ეხოა ცნაური უანგელის. მომგვრელი მოვდა შედედა ამკეთებულო შენა. ბებია შენს გადაუხადეს ყველა ჩათალა. ის ჭირდება ჩვენი სიცოცხლე, მამა, ვინ? მაგრამ ჩვენ ამ საქმეს გავავიძიებთ, გავხსნით და დამნაშავე დაიშჩით. გამოადგით ფეხი ნუ ჩერდებით. ჩქარა. სტეკ. ესე იგი როგორც მოვილაპარაკეთ, ხოლოდ დარბაში ბუზის ხმა. ანუ
თებით ჰაერის კვეთისას წარმოქმნილი უწყვეტ დინამიური, ტალღოვან სპეციფიური, ტემპოვან უცნაური ჟრუანტელის მომგვრელი ხმა უნდა ისმოდეს. გასაგებია? ვის ეკუთვნის ეს ნაშრომები? ვინ დაუთმო მთელი თავისი შემოქმედება ბუზების პრობლემატიკას? თქვენ ჩემო ბატონო. მარჯული ისაკენ. ფრენა ფრენით. ნაბიჯით იაკ. გამოადგით ფეხი, ნუ ჩერდებით და ნუ იხედებით ზემოთ. ნუ იხედებით. გამოადგით ფეხი. ნუ იხედებით ზევით. ნუ იხედებით. იციქ, ვით. დაჯექი. დეგდი. გადადი. ნაქვია სურა. რამდენი წლის ახლა? 13-ის. შობლები ყავს? არა. იტყუება. მამა ლოთი ყავს, ამისთანა მამის სკოლას ჯობია საერთოდ არ ყავდეს. ლოთი. გადიელებული. კარგი. დეზინფექციას გავუკეთებ. გააფორმებ. გაკრეჭავ. Yes. აუღებ სისხლის ანალიზს, პიცის, სიფილის ძერა, ვიცი მე რა. მე ერთი ღამე გააჩერე და დილით გაყარეს უყარ. Okay. გამარჯობათ ბავშვებო. მე ვარ ბატონი კოსტა. ეხლა მოვდივარ სალობიედან, ასე ვთქვათ. მომავლინეს იმისთვის, რომ მივიღო მონაწილეობა თქვენს ადამიანებად ჩამოყალიბებაში. რაც შეგეხება თქვენ უფროსებო. ეხლა თქვენ მე არ ვიცნობთ რა. პატარა საქმე მაქვს წამოწყებული. კი ბატონო. ესემი რო ჩამიშალოთ, დაგხოცოთ ყველაფერი. რა თქმა უნდა. ეხლა ყურადღებით მომისმინე. სულ ცოტა ხანში დიახ. შედგება ჩვენი ამ ბოლო წლების როგორ გითხრათ უპირველესი მონაპოვარის ჯიხურის იუბილე. ამიტომ დიახ. უნდა მოემზადოთ. რა თქმა უნდა. აუცილებლად. განწყობილება ამაღლებული საზეიმო უნდა იყოს. კი ბატონო. გასაგებია? დიახ. დიახ. ბავშვებს ყურადღება მიაქციეთ. დიახ. სისუფთავე. ყველაფერი უნდა იყოს 5-იანზე, კი არა 7-იანზე, 8-იანზე, 10-იანზე უნდა იყოს ყველაფერი. ის აი აქ ისდება. მე აი აქ ისდება. გასაგებია? აბა, შენთან ნახოთ რა გვაქვს. ჩვენ ამ ქვეყნის მოიცა. ჩვენ ამაღლებულად საზეიმ. ჩვენ ამ ქვეყნის უკვე აღზრდილი უპატრონო ბავშვები საზეიმო ვითარებაში ვფიცავთ. ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. გაუმარჯოს თავისუფლებას, დიდება შრომას, გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, სიცოცხლე ქურდებს. სიცოცხლე ქურდებს კარგია. თატაშ
ტაში ბავშვებ ტაშ. ეხლა მომისმინეთ. თუ გინდათ რომ სახში გაგიშვათ, მაშინ ისე მოიქცევით, როგორც ეს ბიძია გეტყვით. გასაგებია? ამათ მე მივხედავ ბატონო. ხო და მიხედე. ეს რანაშია? ბუზის ხმა ხომ იქნება ბატონო. ბუზის ხმა უნდა გარკვევით გვესმოდეს. დიახ. სასურველია ვიცოდეთ რამდენი არიან და სად. დიახ. კარგი იქნებოდა რომ იყოს ასე 4, 5. ნუ 6 იქნება ბატონო. 6. 6 შემოინახე. დიახ. ბუზი მოუკლეს. წყალი მოუტანეთ. წყალი მოუტანეთ. ვინმე წყალი მოუტანეთ. ბუზი ჩემ ბუზი. წყალი მოუტანეთ. ეხლა მოვტყდი თუ რე ბუზის გულისთვის დახოცავ. ვინმე წყალი მოუტანეთ მე. ჩოხა გიტირებ დედას თქვი არა კაცო ლაჩრებ ჯობა როგორ ახლა ჯობა აბა სიგარეტი მოვიტანე ეხლა ვერ თუ Joppa, როგორ ახლა ჯიგა? კარგად ჯიგა. Значит так, პარკალი 7 კილო. 2 ტორტი. 100 კვერცხი. 5 კილო სასისი. 10 ბლოკი სიგარეტი. 300 პრეზერვატივი. რამბავია ბიჭო დელ კალაკს მოემსახურება. 4-იც ვიაგრა. ვიაგრა თორე ჭირდებათ მაგარ. ეხლა სამტექნიკო. უნიტაზი გაყიდე? გავყიდე, ძალიან მაგარ ხოჩია, ხო იცი შენა. ერთი რაღაცა მკითხეს, სახარება 7 კილო იყო ქათამი. სახარება ხომ არა გაქვსო? როგორ არა? სიოპა. ჰამე. სახარება გამაიტანე. სტარი ილინოვი. ორივე. სტარინოვი, მალაცი, მალაცი. ციგნებზე გამახსენდა. ხო. სამცხე ჯავახეთი და სამაჩაბლო არ გინდა? არ მინდა ბიჭო, ეგ არა, მაგას ხვალ წავიღებ. დღეს ეხლა თუ გაქვს გახსოვდეს აფხაზეთი გამატანე ძმურად. Хорошо. Осторожно, бычок.
ალო. ალო, სექსპა ტელეფონია? ალო. მე ვარ გოგო, ვერ მიცანი რა იყო. გამარჯობა რამაზ. როგორ ახლა გეცანი? დავიწყოთ. ესე ვიცი. რაღაცა ხშირად გიჭირავს ხელში. არა უნდა დაიჭიო. არა ძალიან ბიჭო. არა ძალიან. რაღაცა ყულა გიხდი ფულსა შეიძლება ეგავიგა. ვაიმე, შედედა აფეთქებულო შენა. დედია შენს გადაუხადე ყველა ფული ჩათალახო შენა. შენი იპოტენტი დედა ვაკირე, ჩათალახო შენ. გაღარ დარეკო მეორე. ოდარდელა გამარჯობა. გამარჯობა ამირან. აი ჩაღა გავაყიდვი. 10% გაძლევს. გაბერტყე ბიჭო, გაბერტყე. დას გემხარ. მიდი, დავაი. ოკეი. გამარჯობა. მიდი გამარჯობა ბატონო. ამოგვარდა შენი წინაპრების ძვლები. გამარჯობა ქალბატონო ისარდი. გამარჯობა. როგორ გიკითხოთ? მადლობა. ხომ კარგად. როგორ ბრძანდებით? მადლობა. თქვენ როგორ ბრძანდებით? მეც არ ამიშავს. ძველებურად ვარ. იცოცხლით. მობრძანდით ქალბატონო ისარდი. ქალიშვილისგან რა ისმის ბატონო რუსტო? ჩემი ქალიშვილი კვიპროსზე ბრძანდება. თქვენი ვაჟი რასა იქნება? ჩემი შვილი ავსტრალიაშია. ფანტაზიაში მუშაობს. თვითონ ძალიან კმაყოფილია. ჯორჯიან! ჰეი, ჯორჯიან! ავე, ჯორჯიან! ოხ შენი, ჯიშინო. ჩიტები! კალიები! დაგვები, ვირთხები! რა დაგემართო? აუ ძალიან ცუდი სიზმარი მესიზმი. ასეთი რანა? ვიღაცა კაცი დარბოდა და ტრაკიდან ბოლს უშვებდა. თქვენ რატო დაგაგვიანდა, ცადიყავი? ხვალ ლიკას დაბადების დღეა და საჩუქრები უყიდეთ. იყიდეთ თუ მოიპარეთ? ზოგი ვიყიდეთ, ზოგიც მოვიპარეთ. აბა დავაი ხასანი ლიტროა. დავაი, ჩარა. გამარჯობა. ლიფს დავაცე. ლიკა, ხვალ დაბადების დღეზე ტორტი რომ მოგიტანო, გაგიხარდება? კი, მიყვარს. ლიკა, კიდევ რა გინდა? ყველაზე ძალიან რა გაგიხარდა? ყველაზე ძალიან გამეხარდებოდა დედა ჩემის მოსვლა.
ნახე და მისი ხო არ გინახია. თვალი მოვკალი სანაპიროზე. წავალ ნახავ და ვეთქვი რო ხვალ მოვიდეს. ადელინა, შენთან არის ყოველდღიას. ჩემი ძნობა ადელინა, შენთან არის ყოველდღიას. მაგრამ შენ ისად დიდი ხარ, ჩემო კარგო ადელინა, 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 ჩემო კარგო ადელინა, 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 ეს არა, ჩემი ადელინა, 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 სტატიკურები ჩემო მსეო კორპუსში ვარ, ჩემო ადელინა, შეგენაცვალე ადელინა. რანაშები არის, ეხლა მივაყენებ და ებაზრე, რაც მურად ნახე წამოვიდე კაკას. გოგოებო გამარჯობა. როგორ ხარ? შემოგევლით. ეჩიო, გამოხვალ ჩვენთან ერთად? ოჯორში. ოჯორში ავდივართ ბიჭები. აი ფორმალინია. მაიცად? არა, მომისვინე ერთი თუთი. აი ბიჭო, რა მოგივიდა თო რა, ვერ გავიგე, მაშინ აქ მივაყენებ რა. მიაყენე ერთი. ზუნ. ეს მაინც დავი. მოიცაკეთ აბა ერთი თუთი. ოკლა, წამოხვალ ჩვენთან? საგიზანდები. ოჯორში ავდივართ. დაო, ოჯორში. ოი, მიცახარდა კაჭიჩი და გალი ვერ დაგიპერია მაგას. ნახე ბიჭო, მეგონი ადელინა, მიეჩინე. ვა, ადელინა? წამოხვალ ჩვენთან ერთად. სად? ოჯორში. ოჯორში ვაპირებ თას. არა, ვერ წამოვალ. მაიცა მომისვინე ერთი თუთი. არა, ვერ წამოხვალ, მომისვინები არიან. არის, ვერ გავიგე, პირველად ხო არა. მომისვინე ერთი თუთი. გაჩერდი საფრთხე. მიდიცო გააჩერ და გადადიდა ებაზრე. არ დააგებ იცი. არა. სუკაკიტენე ჩემისე. ზურა. ადელინა ბავშვი უნდა ნახო. რა ხდება? მაინდა-მაინც რამე უნდა ხდებოდეს რომ ბავშვი ნახო. ავად ხო არ არის? არა უბრალოდ ხვალ დაბადების დღეა და ენატრება. კაი, ადელინა, ოდია. რიო. მოდი დაჭიქი მანქანაში. ამა გეძებო სულ სადა. დაჭი. როგორ კარგად გამოიყურები, შენ შემოგეო. დავედი ბიჭო. ზურა. ადელინა საწავიდა ბიჭო. მანქანაში ჩაჯდა და იქე წავიდა. საწავიდა. ადელინა. Shakara! რას ბზუილო ბიჭო? რას გავხარ შეგაჭირებულო? რა გით? გოიმი galaktioni გააქვთ. გოიმი galaktioni მაქვს? მაქვს შეგაჭირებულო. აჰა. შენ გოიმი galaktioni. მითხარი ერთი ტობანიერიდანაა თუ ჭყვიშიდან? სოფლელი ვაჟა. ვაჟა? აბა ვაჟა რომელი სოფლიდანაა მითხარ? ფშაველა. ვაი დედა რა გადათლებული ხარ კაცო? მაგ შენ ფშაველა. ო ნახატებიანი მომე რა. რატო დედა ერთობი? ჰა.
ექიმო. რა კლიენტი დამაკარგინეს, კაცო, რა კლიენტი, შენი დედა. ბაძანა! რა იყო კალო, რა გაყვირე? 60 წუთი ხო არ აკავს შენა? რა 60 წუთი არა ხო არ ახარ შენა? არა ყავს? რა გინდა ბიჭო შენახა? 60 წუთი ხო არ აკავს? რა 60 წუთი? გიჟი ხომ არ ახარ შენა? გახელი გამიშვი. შენი მანქანდა ხომ არ ახარ იმათი მანქანდა არ ვიცი. ორი და ადგილზე ვარ, მოდი დროზე. დროზე ადგილზე ვარ, ბიჭო. ეს არის ჩიკო, ეს არის ჯემალა. მე ვარ ლიო. პრივეტ. ჩიკო, იგი დამელოდეთ რა, მე ამასთან საქმე მაქვს. აქეთ წამოდი. ეხლა მომისმინე. მარიანა კამპოსმა დეიდა გახსნა ბავშია და პეჩენია მიეცია დი გააყოლე შენაირი მათხოვარი ძიაგ რამდენი მოდის ჯიმაღინჯი ხვეწება როგორ ხდი თავი და წადით ახლა აქედან მენაირი მათხოვარი მილიონი მოდის გადე დეულები წადი ახლა აქედან არა ძალიან თქვენთვის დაიცადეთ ომიცით ჩემი პეჩენიები აბდაიმანი დავიბრუნე ჩემი კაკალები დაიჭირეთ ქურდია დაიჭირეთ რა ხდება მომდენი ბიჭი ყوار დაგინახია საით გაიქცა იქით გაიქცა დაიჭირეთ აი კუტუსუტი ბიჭო, შენ ის არა ხარ იმ კურსს რომ ახდი წეღან? მაინც დაგიჭერდა, არ გაპატიე, ბიჭოდე, არ გაგახარე. შენ ლატირაკო დღეს ორ ცხოველას შენ დაგიწყარო პატარა, შენ კურსო, შენ ბიბლიო, შეუვარდა დაიჭერე, მეჩენები დაიმუნე, წამონე. აი გეშე. დადგაისა. ხალხო, ბავშვია და ამის გულისთვის კლავ. რა შვებით? მეცის არა, ხალხო. რა გინდა ხალხო, თავი დაანებეთ ხალხო. რა დააშავა ამისგან? ეს არა,
შავად, რა შევით? მოდაატყდა ერთი ამბავი. როგორ თუ შენ ქურციცა, შენ თვითონაც ქურდი იქნებიო. შვილებიც მასეთები გეყოლებაო. ეგ არის რომ გვარცხენს და ერთი მაგასაც დასცხედო. მერე აღარაფერი აღარ მახსოვს. რაც მთავარია ღვთის მადლით ბავშვი გადარჩა. მე კი მომდგნენ და აი ესე დამამახინჯეს. რა გითხრათ მეტი? სნიატ, ძალიან კარგი, წავედით ეხლა ვიტალისთან. ბატონო ვიტალი, რა მოხდა დღეს ხდომაზე? რატომ იჭუბეს პარლამენტარებმა? ვინ ეჭუბა, ვინაც? არაფერიც არ მოხდა რა. როგორ ჩვენი თვალით ვნახეთ რა ამბავი იყო პარლამენტში? იცით რა გეტყვით? ჯერ ერთი არავის არ უჩხუბია კენაცო. ნუ იცით ხოლმე თქვენ ჟურნალისტებმა, სულ ისეთი რაღაცების ძებნა, თქვენ ჯერ ახალგაზრდა ხართ და მე არ გიჩვენეთ ესეთ რაღაცას. მეორეს ერთი, რატომ არ გინდათ დაინახოთ აი ეს ცვლილებები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა? გაიგზავნეთ ერთი წინა პერიოდი, კაცი ცხვირს ვერ გაყოფდა ქუჩაში. რა არის ხო ასე? ყაჩაღობა, მკვლელობები, ავტომატებით სირბილი. ხო? დღეს ყველა ეს პრობლემა აბსოლუტურად მოგვარებულია და ამაში უდიდესი დამსახურება ბატონ რამზეს მესამეს მიუძღვის. მე მეცაც გეტყვით, ასე გასინჯათ, დღეს ყველა ყაჩაღმა უკლებლივ ჩააბარა იარაღი და ისინი საოცრად თავაზიანები და ზრდილობიანები გახდნენ. მოგზავნით ბატონო ზორო, მოგზავნით. აი თუნდაც, აი, გამარჯობათ. გამარჯობათ, დავზავნით. აი, გაიცანით ადამიანი, რომელმაც სამშობლოში დაბრუნება და ბიზნესის აგორება გადაწყვიტა. მიატოვა ევროპა, მოიტანეთ, უკაცრავად, მიატოვა ევროპა და ჩამოვიდა ჩვენთან. დღესვე უნდა მიხვდეთ, დარეგილია ეს კაცი, გაფრთხილებულია, ყველაფერს გაგიკეთებთ. დღესვე დადაკავშირდით. მადლობთ. კარგად გზავნებოდეთ. Bye. აი, როგორ ფიქრობთ, ადამიანმა მიატოვა ევროპა და ჩამოვიდა ჩვენთან. ეხლა ესე დარწმუნებულები რომ არიყვნენ უსაფრთხოებაში. ჩამოვიდოდნენ? არა ხო? სამშობლო ენდება ნარარირა ბატონო გოგა, აი ეს მე ვარ 4 წლის ასაკში. ნახეთ. დედა, რა სიცოცხლე ბიჭია, რა კუტუნა ბიჭია. ყოჩახ. აი ეს კიდევ დედა ჩემია, წეღა რომ გელაპარაკებოდი. ნახეთ რა ლამაზი ხალია. დიდებული ხალბატონია, დიდებული ხალბატონი. შადიმან. ბატონო გოგა. ბატონი გოგა პირველი გთხოვთ. თუ შეიძლება მოგზავნით ერთი წუთით. გოგა? მიხდება? ძმაო? ხატავს. რა სიტყვით უხდება? დიახ, ძალიან უხდება. თქვენ რა სიტყვით? ძალიან კარგია. შვენიერია. რაღაც დამწვრისუნია რა. დამწვრისუნი? მეგონი თქვენ უთო გაცხელდა. თქვენთან სტუმრობა კარგია, მაგრამ ახლა საქმის მიხედავთ. ხო, მობრძანდით. როგორ გეკადრებათ ქალბატონი შემდეგ მობრძანდით. როგორ გეკადრებათ? მობრძანდით. მადლობთ. მეტკინება? ძალიან მეტკინება? გეტკინებათ, მაგრამ რა ვქნა, უნდა გაუძლოთ. მომიკიდე. კი ბატონო. მე გეხვეწები რა, ცოტანელა გეხვეწები. ბატონო შადიმან, შეიძლება რომ ეს კედელი გამოვიყენო? არა, მობრძანდით? ამის უკან სიცარიელია, აქ უფრო გაგიადვილდებათ. აი დედა. გავქნა ახლა მე. ფული მე არა მაქვს. ვალები მაქვს. შვილები მშივრები ყავს. ეხლა ავდგები და გავითიშებ რა. მაინდა ერთი რა არ არის. Пожалуйста.
აუ. აბა, რითიდენად გათიშვას. ჯანდაბით. მიდი ერთი თეთრი დაასხი. თეთრი რა? არა, კი სხვა რა გაკრო. თეთრი? ჰეროინი მაქვს. ძალიან მაგარი წამალი. ერთ სპიჩკა პლანსაც დაგიმატებ. რომ გასიამოვნო. შემოყავი ბიჭო ხელი. ჩამოყავი. აბა მეც მოვედი. იუბილარი სად არის? აგვიცი. მაღალი სიცხეა. გუში მთელი ღამე აბოდე. ლიკა დღეს შენი დაბადების დღეა. მოდი შეუბერე ჩააქ. აუ რა ლამაზია. აბა მაგნიტაფონი. აბა ფილხი არ უნდა. დავიდა.
მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო სტუმრებო. აი როგორც იქნა დადგა ის ნანის ნანატრი დღე, წუთი და წამი, რომელსაც ასე სულმოუთმელად ველოდით ჩვენ ყველა. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი წლების საუკეთესო მონაპოვარის, მისი უდიდებულესობა ჯიხურის, უკაცრავად დედა ჯიხურის იუბილეს. ნება მომეცით, დღევანდელი საიუბილეო საღამო გახსნილად გამოვაცხადოთ. ჩვენ საიუბილეო საღამოს გაუძღვება ჯგუფი იყო და არა იყო რა. ტაში. ალბატონებო და ბატონო, ეხლა კი დიდი სიამაყის გრძნობით მინდა გაუწყოთ. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ კაცი ლეგენდა, მზეთამზე ბატონი რამზეს მესამე. აზიხელი. მე მინდა მივესალმო დღევანდელ ჩვენს იუბილარს. ჩვენი ქვეყანა ვალშია თქვენს წინაშე. იმ ვალში, რომელსაც ჩვენ ვერასდროს გადავიხდით. თუ გადავიხდით, ისიც უპროცენტოდ. უოქრა სიტყვებია ბატონო რამზეს. მოგზენით? სამეცნიერო მეცნიერების მეცნიერება და მეცნიერებს. ყველა ღირსეულ ადამიანს, რომელიც მოწვეული ამზე იმზე. ვინც აი ამ ტუჩ დაუკარებელი უმანკო ძუძუებით ხართ გაზრდილნი. ყველა თქვენთაგანი, რომელიც ქვეყნის სამსახურისთვის უნდა დაჯილდოვდეს, თხოვთ ამობრძანდეთ პოდიუმზე. სამეცნიერო მეცნიერებათა მეცნიერების მეცნიერებს თხოვთ აი ამ მარჯვენა მხარეს მობრძანდეთ, ჩემგან მარჯვნივ. დანარჩენებს ჩემგან მარცხნივ. დანარჩენებს ცენტრში. ქალბატონი უდარდელა. ირიქით გმადლობთ. უდარდელობისათვის, გამყიდველობისათვის, ნასეპტებისათვის. დიდი მადლობა. Здравствуйте. ყაჩაღები. დიდი მადლობა ჩემს არწივებს იარაღი ჩაბარებისთვის, სარდილობისათვის.
ადელინა. დიდი მადლობა პროსტიტუციის აყვავებისათვის და უსაფრთხო სექსის ამ დონეზე დაყვანისათვის. დიდი მადლობა. ჯემალ, ჩიკო, აბაე, მოემზადეთ. ძალოვანი სტრუქტურები. მადლობთ სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებისთვის და ერთგულებისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენს. ელექტროტრანსპორტის სამსახური გამოვატარეთ ჩვენიანი. დიდი მადლობა ეროვნული ელექტროტრანსპორტის დიზელის საწვავზე გადაყვანისთვის. გაუცებული ვარ. და გამოგონების დარგში ჩემო ბატონო. მოგესალმებით გამოგონების პატრიარქო. მოგესალმებით. თქვენ პენსია რამდენი გაქვთ? 14 ლარი ჩემო ბატონო. სამი დაუმატეთ ჩემი ფონდიდან. უღრმესი მადლობა. როგორ გეტყვით? აბა არ დავიშალოთ ერთი ოჯახური სამახსოვრო. ეს რა ბუტკა გადაედროდო? გაჩერდი. გაჩერდი ვინახა შეხვარო. რა არის? ნახები ჭერდი ვინ დაჩერჩეთოს მანდა. აქ რა გინდა, რაზე მოყვედი ბიჭო? შეიძლება მაგის დედავადი. შეიძლება კი არას დაბოდიალო ფაქა ბიჭო. კი მაგრამ ამას იცავს თო რა ბუტკა რა. რას ქვია ბუტკა? მე რა ვაფშე ჩემი ესრებს ლაპარაკობს. დასაცმელი კი არა ვაფშე ამის ამშენებლის დედაც. ეს შედაკოცებს ამჟე კამერატორი გადაგაგე გაიწონეთ ფაქი. ალბათონებო და ბატონებო, დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, მაგრამ შემდეგი ეპიზოდი ფილმში უსახსრობის გამო ვერ შევიტანეთ. ამიტომ იუბილეს გნებავთ შეკრების დარბევას მე თვითონ მოგიყვებით. მაშ ასე, ეზოში წესრიგის დამცველები შემოცივდებიან, ლიდერს დაითრევენ, მიაბრძანებენ იქ, სადაც ჯერ არს, ერთი-ორჯერ ფანჯრიდან გადმოაგდებენ, დამტრეულს საგანგებოდ ააწყობენ, იქვე ჩამოახჩობენ, ერთ-ორ საკონტროლო ტყვიასაც დაახლიან და ბოლოს როგორც იტყვიან, თავსაც მააჭრიან. ეხლა გავაგრძელოთ ფილმის ყურება. გაუშვი!
ხართ მაგას? არა. ეს ჩვენი პოეტია. დაეხმარეთ მე. არა, მოსალმება უნდა. უმესალმოს. მე ჩემო მზეო, ჩემო მზეო, ჩემო სული სინათლე, შენ მოგმართა, ჰოი მზეო, ჩემო გაჩისკრობე. შვენიერია. დაბეჭდილი აქვს? არა. დაბეჭდეთ. დაგებიშდავე. ჰოი მზეო, ჩემო მზეო, ჩემო გაჩისკრობე ბაუ. დამიბეჭდავე. დიახ, არა, ესე თუ მალე მოვაყო, საცა. მე მგონი მოვლენ. ო, ჩამოვლენ. ეს ჩვენი პარლამენტარები არიან, მემარჯვენეები, მემარცხენეები. მოგესალმებით. წამორზან. უბას. გაუშვი ესენი აქედან სალაპარაკო მაქვს. მითხარი ერთი რა პრობლემაა? 112 მილიონს ვიხდი. რის მარცხენა სანაპიროში. თავისი მშენებარე ობიექტები. აბა 92 იხდისო ბიჭო. შენ ვერ უნდა დაანებო თავი ამ თავხედობაში უზრდელო კაცოში. ახლა საქმე მაქვს და 5 წუთის მერე დაგიმთავრებ ავლაპარაკს. ეჩემი გითხარით. დაბერდა. რადიო ეთერშია სპეციალური გამოშვება. როგორც ცნობილია, დღეს შუა დღისას ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომლის სახელსაც ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, მოკლა ბატონი რამზეს მესამე და მისი ორი თანხმლები მანდილოსანი, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ საკითხთან დაკავშირებით სტუდიაში მოვიწვიეთ ბატონი კოსტა. გამარჯობა. ბატონო კოსტა, რა შეგიძლიათ უთხრათ მსმენელს ამ ფაქტთან დაკავშირებით? ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. მოგვიკლეს რამზეს მესამე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ ამ საქმეს გამოვიძიებთ, გავხსნით და დამნაშავე დაიშჩება. მადლობთ. It is 6:66 by Felicity time. თვითმფრინავის ბილეთები შენ აქვს? თვითმფრინავის ბილეთები შენ აქვს? აგერ არის. ამოიღე ხმა მერე. ჩემი შრომები სად არის? ერთად არის შეკრული და უკანდებს. ყველაფერი ერთად. უკანდებს? ხო. აგერ არის შენი ქონება, მამა. აგერ არის შენი ნაშრომები და მთელი შენი ავლადიდება. ეს ჩემი ცხოვრება, შვილო, ჩემი ცხოვრება.
ჩემი გამოგონებები სადა? ბოლო უკანასკნელი გამოგონებები. ვის რა თუნდა შენი გამოგონებები, მამა? ვის რა თუნდა შენი გამოგონება, მამა? რა მოგივიდა? ვის სჭირდება შენი ჯილდოები და დამსახურება, მამა, ვის? დაწვერდი შვილო, გაჩოფტი, რა მოგივიდა? კარგი. დაწვერდი. დაჯერ. დავედი თუ ძმა. გვაგვიანდება. მიშა, კარგად დაბერე, გაიგე? რა, აბა რა შევაკეთე? რომ პერევაზე ესე ნეჟნად გადავიდე. გადახვა. აი, შემუქდახორა, ტყვილა გაჭმევ ფურსა. რა მოგთახურა? მარტო ერთ კვირაში 8 კილომეტრი კალბასი გაქვს ჩემი ნაჭამი. რა მეტრობის სიცოცხლე ესა. აბა კარგად, ვიგარდი. პაკა, მიშაჯა. პაკა. გამარჯობა გამარჯობა გიგარდელაბებია. გამარჯობა. რა იყო რა ბანდიტები ჩამომეცი? ევები გვინდა. იცი რა გიქრა? და ბუშტები. გული გააქვს? კი, მაქვს. რა გის ბუშტი? ბუშტი ლარი. აუ, სამი ცალი მომეც. ბიჭო რა არის ეს? ბავშვებს მინდა უყიდო. თითო ლარი ღირს, თითო, სულ ყველა კი არა. რაღაცას დაგიტოვებ საღამომდე რა. რას დამიტოვებ, რა გაგრო? აი, ეს მომეცი. ამას ვერა. აბა დაახვიეთ აქედან. უკას დაგიტოვებ. არ მინდა ეგ შენი ბურთკა. გაიხადე. რა შემიჭამეთ გული. აჩვენ ერთი. გარღვეული ხომ არ არის სადმე? მოპარული ხომ არა გაგ ბიჭო? აბა ეხლა დაახვიეთ აქედან. ჩქარა. ვაიმე, ბატონო კოსტა, საყვარელი. გოგა. ეს ჩახა. ასაყვარელი. აგინაც. რა შენი ჭირი. რა ნაკეთად გამოჭრილი თქვენსია. რა ვაშკაცი ბრძანდები? აი. საბაჟოდან. აბონენტი მიუწვდომელია. აქ ლიპები დაჭირდება. კი ბატონო. პეტლებს დავუმატებ. კი ბატონო. აი, ცოტას მომანჭრით და იქნება რა. კი ბატონო, კი. მოგიხდება ძალიან. ხოვენ. ბატონო, ოჯახიდან. ხოშენ შემოგევლე. რაო? ეხლავე შენი ჭირიმე. უიმე რა ჩიცოცხლეკა, კაცო, ბუჩტები გინდა? ვაიმე. ერთი ეს ბუჩტები წამოიღე. დიახ, ეხლავე. მოგიტან აბა რას ვისამ თელ ბუტკას. მე თვითონ. თქვენ თვითონ? კი ბატონო. გაიწერ ბავშვებო. გაიწერ გეუბნებით. ხელი!
გისმენთ. 8 მინუტ. ცოტა ხანში გადმორეკეთ დაკავებულია. Gotcha. მანქანაში დამელოდით.
56 минут. Передаем новости. ვის ჭირდება შენი კაცობა, ადამიანობა და ნიჭიერება? ვის ჭირდება ჩვენი სიცოცხლე, მამა, ვის?